Well, there's no problem. If you had a gun, shoot him in the head. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პრაქტიკული სროლის არხს და დღეს ჩვენ არხზე გვექნება პირველი პისტოლეტის განხილვა. ამის საშუალება მოგვეცა უდაბნოს სასროლეთზე იარაღის გადატანის ნებართვის აღებით და რადგან ახლა უკვე შესაძლებელია რომ გავიტანოთ ჩვენი პისტოლეტები ქალაქ გარეთ და რეალურად ახლა უკვე მართლა აზრი აქვს პისტოლეტების განხილვას, რადგანაც ერთი ისო შესაძლებლობა გვაქვს მართლა ველზე გამოვცადოთ. რატო ეხა მაინც გლოკ 19? ნუ პირველი იმიტომ რომ ეს უშუალოდ ჩემს მფლობელობაშია და თვითონ როგორც ეს მოდელი არის განსაკუთრებული თავის მხრივ, მას აქვს განსაკუთრებული ისტორია და აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ რომ პირველი იარაღი ასე ვთქვათ ყოფილიყო ეს. რაც შეეხება ეხა თვითონ გლოკ 19X-ის ისტორიას და წარმომავლობას, ის იწყება იმ პერიოდით, როცა ამერიკის არმიამ გამოაცხადა ტენდერი ახალი პისტოლეტის შეიარაღებაში მიღებაზე და ეს ტენდერი ოფიციალურად მოთხოვნა ასე ვთქვათ წარმოიქმნა უფრო ადრეულ წლებში, თუმცა რეალურად ასე ვთქვათ გამოცდებმა, სადაც მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე პისტოლეტი, 2016 წელს დაიწყო ეს გამოცდა და ერთ წელში გამოავლინეს გამარჯვებული კიდეც. სანამ იქ უფრო დეტალებში ჩავალთ, ასე ვთქვათ, უნდა ვთქვათ, რომ Glock 19X-ი წარმოადგენს ამ ტენდერის ზუსტ ასლს იმ განსხვავებით, რომ მაშინ არმიის მოთხოვნაში აუცილებელი მოთხოვნა იყო მექანიკური მცველის არსებობა და შესაბამისად იმ ტენდერის მონაწილე Glock 19 განსხვავდება იმით, რომ მასზე, ასე ვთქვათ, არის მექანიკური მცველი. ეს ტენდერი Glock-მა წააგო, თუმცა ნაწილობრივ წააგო საკმაოდ უსამართლოდ, რადგანაც ორ ეტაპად უნდა ჩატარებულიყო გამოცდა. პირველი ეტაპის ჩატარების შემდეგ რაღაცა მოდელები, ასე ვთქვათ, გამოეთიშნენ. რა თქმა უნდა, ამ ტენდერში თავისი მოცემულობა და მიმდინარეობა იყო შესაბამისი სიზუსტეს, შესაბამისი გამძლეობა, შესაბამისი შეფერხებები კონკრეტული ვაზნების გასროლების რაოდენობაზე და პირველი ტურის, ასე ვთქვათ, დასრულების შემდეგ ზიგმა თავისი აგრესიული მარკეტინგით და სავარაუდოდ რაც კორუფციული ჩარევების შემდეგ ისეთი ფასი შესთავაზა თვითონ ამერიკის არმიას, რომ მხოლოდ ამის საფუძველზე გამოაცხადეს ზიგი ტენდერში გამარჯვებულად. არადა რეალურად მეორე ეტაპი, რომელიც უნდა ყოფილიყო ამ ტენდერისა, ითვალისწინებდა კიდევ უფრო რთულ და უფრო მეტი ვაზნის გასროლას და ის პრობლემები, რაც შემდეგ უკვე ზიგის M17-ზე, M18-ზე თუ M320 მოდელებზე მომავალში დღესაც კი 2025 წელს ხდება, სავარაუდოდ მაშინ უფრო ადრე გამოაშკარავდებოდა და აღარ იქნებოდა, ასე ვთქვათ, ეს საფრთხე. ამ შემთხვევაში ვამბობთ იმ სიტუაციაზე, როცა თავდაპირველად პირველი ზიგები დავარდნის დროს გადატენილზე თავისით ისროდა და ახლახანს გამოჩნდა კადრები, სადაც უბრალოდ თავისით ისვრის. ეს არის მისი კონსტრუქციული ნაკლი და რაღაც მომენტები უნდა დაემთხეს ერთმანეთს. Glock-ი ძალიან დიდი ხანია, რაც სხვადასხვა არმიების, სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების შეიარაღებაშია და შესაბამისად მას ეს საბავშვო დაავადებები, ასე ვთქვათ, დიდი ხნის მოხდილი აქვს და ეს პრობლემები მას არ აქვს. ამ იარაღს დიდი რეკლამა არ ჭირდება და ის არის დღეს ბიუჯეტური და საიმედოობის, ასე ვთქვათ, ეტალონი და როგორც გითხარით, რა თქმა უნდა, როცა საარმიო ტენდერები ცხადდება ხოლმე, ყველა კომპანია ცდილობს თავისი საუკეთესო მოდელი წარმოადგინოს და კომპლექტაციის კუთხით ამ მხრივ Glock 19X-იც იყო განსაკუთრებული, რადგანაც ის არის Glock 17-ის ქვედა ჩარჩოზე, ანუ სრული ზომის სახელურზე, მორგებული Glock 19-ის ზედა
მხარე. შესაბამისად ის ხელში დასაჭერად ძალიან მოსახერხებელია, გარდა ამისა გაზრდილი აქვს რა თქმა უნდა ვაზნების ტევადობა, ხოლო კომპაქტურობის მხრივ გვაძლევს იმ საშუალო სიგრძეს, რაც Glock 19-ის თავის დროზე პოპულარობას, ასე ვთქვათ, განაპირობებდა. კონსტრუქციული კუთხით მას აქვს რაღაც განსაკუთრებული, ამიტომაც აქვს ის განსაკუთრებული აღნიშვნა და ჩვენ ამას ჩავყვებით და ამის შემდეგ უკვე თვითონ მცირედ პრაქტიკულ გამოცდილებას დაახლოებით ალბათ 300-400 ვაზნა დაგროვდა კონკრეტული ამ პისტოლეტიდან ნასროლი და მასზე 1-2 სიტყვის თქვა ამ კუთხით შეიძლება. რაც მოყვება თავდაპირველად კომპლექტაციაში, როცა ჩვენ მაღაზიაში ვყიდულობთ ამ იარაღს, ეს არის 3 მჭიდი, აქედან 2 არის დაგრძელებული 19 ვაზნიანი მჭიდი და 1 არის სტანდარტული 17 ვაზნიანი მჭიდი. აქვე დავამატებ, რომ მჭიდების თავსებადობასთან დაკავშირებით არის მცირედი პრობლემები. მეხუთე თაობის გლოკების მჭიდი Glock 19-ში არ მიდის, რადგანაც მას ქვედა მხარეს პისტოლეტის სახელურზე დამატებული აქვს ეს გამოწეულობა და ეს გამოწეულობა სპეციალურად, რადგან ეს იარაღი მოიაზრებოდა სამხედრო ტენდერისთვის, მასში არის რამდენიმე ისეთი ნიუანსი, რაც უშუალოდ სამხედრო გამოყენებისთვის არის ხოლმე ასე თუ ისე მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი ნაწილი არის სწორედ ეს განმასხვავებელი ქვედა, ასე ვთქვათ, დაგრძელება პისტოლეტის სახელურის, რაც გათვლილია იმაზე, რომ თუ ჩვენ გვიწევს დიდი ხელთათმანით ამ იარაღის ხელში ჭერა, ეს თითი რო არ დარჩენილიყო, ასე ვთქვათ, ჰაერში და ყოფილიყო კომფორტული მსროლელისთვის, რომელიც ხელთათმანს იყენებს. გარდა ამისა, კომპლექტაციაში მოყვება, ასე ვთქვათ, უკანა grip პანელები, ანუ ჩვენი ხელის გულისთვის, სხვადასხვა სისქის და სხვადასხვა ფორმის, რომ მოვირგოთ და შეემჩნევდით ეს პატარა საღვედე, რომელიც ყველა ტაქტიკური თუ ესეთი საბრძოლო იარაღისთვის დამახასიათებელი ნიუანსია და მასზე შეგვიძლია ესეთი სპეციალური დამჭერის გამოყენება, რომელიც სხვადასხვა სიტუაციებში გვიცავს იმის გარო ჩვენი პისტოლეტი ან კაბურიდან, ან არასტანდარტული შენახვის ადგილიდან ამოგვივარდეს და სირბილის ან ხოხვის დროს, ასე ვთქვათ, დავკარგოთ. რაც შეეხება ახლა მჭიდის მოსახსნელს, ამ შემთხვევაში გვაქვს სტანდარტული მჭიდის მოსახსნელი და ჩარჩოზე კიდე ქვედა ჩარჩოზე რაც შეიძლება ითქვას, ეს არის საკეტის დამშვები, რომელიც არის ორმხრივი. თავდაპირველად იარაღის ეს უხეშად მოგვეჩვენება, ასე ვთქვათ, ეს დამშვები, თუმცა რაღაცა დროის მერე ის ჯდება და უკვე სწრაფად გადატანის საშუალებას გვაძლევს. განსხვავებულობა და განსაკუთრებულობა კიდევ Glock 19X-ში არის მისი სასხლეტი. Glock-ის სასხლეტი ყოველთვის ითვლებოდა ცოტათი, ნაკლებად კარგ სასხლეტად, თუმცა მასზე მიჩვევა შესაძლებელია და რა თქმა უნდა, ყველა სტანდარტული Glock-ი მოქმედებს ეგრეთ წოდებული safe action მექანიზმით, რაც სასხლეტში სპეციალურ ბერკეტის გააქტიურებას მოითხოვს იმისთვის, რომ სასხლეტის დაშვება მოხდეს. ამ შემთხვევაშიც გვაქვს რამდენიმე საფეხური და აი განსაკუთრებით მისაჩვევი არის ალბათ ეს პრაქტიკულ ნაწილში, რადგანაც თავისებური რამდენიმე სვლა აქვს, 3 ადგილი შეიძლება გამოყოთ, სადაც ეს სასხლეტი გაძლევს, ასე ვთქვათ, დაშვებამდე ზემოქმედების საშუალებას. რაც შეეხება ზედა მხარეს და ზოგადად ფერს, პირველი ალბათ რაც თვალში მოხვდება Glock 19-ზე, ეს არის ფერი და ზედა მხარე ეს სლაიდი, ასე ვთქვათ, საკეტი, დაფარული არის სპეციალური დაფარვით და ის ითვლება, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე გამძლე დაფარვა. აქ ჩვენ გვაქვს 2 Glock 19, ერთი არის ამერიკული და მეორე არის ავსტრიული და საქართველოს ბაზარში ხშირად არის ხოლმე და თავის დროზე ბოროტათაც გამოიყენეს ეს მარკეტინგი, რომ ვითომ ავსტრიული Glock-ი ჯობდა ამერიკულ Glock-ს და რეალურად ნედლეული დამზადების ტექნოლოგია და თვითონ დამზადების მანქანებიც კი არის ავსტრიიდან ჩატანილი ამერიკაში იმის გამო, რომ მათ შორის, ანუ ხარისხის კუთხით არანაირი სხვაობა არ იყოს. რაც შეეხება ახლა თვითონ სლაიდს გარდა დაფარვისა, ასევე Glock 19X აქვს ძალიან კარგი სამიზნეები სტანდარტულ Glock-ებთან შედარებით, ეს არის ეგრეთ წოდებული ღამის სამიზნეები, მას აქვს მანათობელი ელემენტი, რომელიც ღამე დამიზნების საშუალებას გვაძლევს. რაც შეეხება დასერილობას და წინა მხარეს, Glock 19X-ზე აი მეხუთე თაობის Glock-ივით წინა მხარეს არის მომრგვალება, რაც მის ვიზუალს ძალიან მიმზიდველს ხდის და გარდა ამისა თვითონ უშუალოდ კაბურასთან ზემოქმედების დროსაც უფრო მოსახერხებელია. განსხვავებით მეხუთე თაობის Glock-ებისგან, წინა მხარეს მას დასერილობა არ აქვს, თუმცა რა ვთქვა, რომ ხა ძალიან ჭირდება თქო, ალბათ ეს არ არის ისეთი გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი საკითხი. თვითონ цаრიელი იარაღი იწონის 704 გრამს და ეს цаრიელი მჭიდით და ლულის სიგრძე ამ შემთხვევაში გვაქვს 10.2 სანტიმეტრი, ანუ სტანდარტული
გლოკ 19-ის სიგრძეები გვაქვს. დაშლის კუთხით უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი იარაღი უნდა იყოს დასხლეტილი, რა თქმა უნდა, ის განმუხტულია და შესაბამისად შემდეგ დასხლეტილი, ოდნავ მოვწიოთ საკეტი, ჩამოვწიოთ ეს ბერკეტები და მოხსნათ ზედა მხარე. ნუ გლოკი თავის დროზე ცნობილი და ლეგენდარული გახდა იმით, რომ არის ძალიან მარტივი დასაშლელი და ძალიან მარტივი კონსტრუქციის. შესაბამისად, ასევე გლოკ 19-ში რაც შეიცვალა არის ეს ორმაგი დამაბრუნებელი ზამბარა და მიმმართველი, რაც მასში არის მოთავსებული და ასევე დადებითი ცვლილება არის ეგრეთ წოდებული გლოკის მარქსმენ ბარელი, რაც ძველი ანუ წინა თაობის გლოკებთან შედარებით არის განსხვავებული პოლიგონალური ხრახნი, ანუ ოდნავ განსხვავებული ფორმა აქვს და ოდნავ უფრო მეტი აგრესიულობა აქვს მიცემული, რაც ვიცი და გარდა ამისა თვითონ ლულის დაბოლოება, ანუ გვირგვინი ლულის არის შეცვლილი და უფრო ზუსტად არის დამზადებული. ნუ რო ვთქვათ, რომ ეხლა სხვა გლოკები არაზუსტია და ეს უფრო ზუსტია, ესე პირდაპირ ნამდვილად ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ გამოცდილი მსროლელის ხელში მართლაც დიდ სხვაობას ვერ ვნახავთ, თუმცა იმ ოდნავ უკეთესი სასხლეტის კვალობაზე და ამ ლულის კვალობაზე უნდა ითქვას, რომ რავი, ეს გლოკ 19X-ი ძალიან კარგად ისვრის. ესეც არის მცივად ნაჭედი ლულა, შესაბამისად მის რესურსზე, ზოგადად გლოკის რესურსი არის ერთ-ერთი ისეთი თემა, რომელზეც ამ იარაღს უყიდულობ შეგვიძლია ძალიან ნაკლებად ვიდარდოთ ამ საკითხზე, მით უმეტეს 9 მმ-ში და შესაბამისად ამ ახალი ლულით იდეაში გვაქვს ის მოცემულობა, რომ ის იარაღი არის ცოტათი უფრო ზუსტი. რა თქმა უნდა, როგორც მარტივად იშლება ეს იარაღი, ისევე მარტივად ხდება მისი აწყობაც, უბრალოდ უმარტივესი ასაწყობი არის და უბრალოდ ლიანდაგებზე ჩასმა ჭირდება მას, გადავტენით, დავსხლეთ და ეგ არის ჩვენი დაშლა აწყობა. შესაბამისად, ქვედაჩარჩო რადგან პოლიმერის არის ძალიან მარტივი გასაწმენდი და მოსავლელია და გარდა ამისა თვითონ პოლიგონალური ლულაც თავის მხრივ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თუ კუთხოვან ხრახში ნამწვი უფრო აგრესიულად რჩება, ამ შემთხვევაში ბევრად უფრო ადვილი გასაწმენდი არის ეს იარაღები. ეხლა რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს, ისევ და ისევ ხა სიზუსტეზე, რამდენადაც შემიძლია მე სიზუსტეზე ვილაპარაკო, იმიტომ რომ პისტოლეტების საკითხში ვარ დამწყები, ასე ვთქვათ და ჯერ ისეთი 100%-იანი სიზუსტის ჩვენება, ასე ვთქვათ, ამ იარაღებით ჯერჯერობით არ შემიძლია, თუმცა უნდა ითქვას, რომ რავი, რაც მოითხოვება ხა პისტოლეტს, დღეს ჩვენ ვისროლეთ ახლო მანძილებზეც, ვივარჯიშეთ ზუსტად წერტილში თანაბარ სასხლეტის დასხლეტვაზე, აკურის გარეშე და ასე შემდეგ, ანუ საწყის სავარჯიშოები რაც არის და ნუ რავი 5 მეტრის მანძილზე ამ იარაღს აქ შესაძლებლობა ჩვეულებრივად 1 ნახრეთი გააკეთოს და ძალიან კარგად ისვრის, მოკლედ რომ ვთქვათ, ხელში ჩაჯენას რაც შეიძლება, ჩემი ხელისთვის ამ შემთხვევაში ოდნავ დიდი ხელი მაქვს, ის ძალიან კარგად ჯდება, იმიტომ რომ 17-ის ასე ვთქვათ ქვედა სიგრძეა, გვისაც ეს საღვედე შეიძლება გაღიზიანებდეთ, იცოდეთ რომ მისი გამოძრობა ძალიან მარტივად ხდება და შეგიძლიათ მოხსნათ და თავი არ აიტკიოთ ამ საკითხით. გადატენვის კუთხით მე როგორც გითხარით თავდაპირველად გლოკის საკეტის დამშვებს ცოტა მოცვეთა ჭირდება, თუმცა დროთა განმავლობაში ისე ჯდება, ასე ვთქვათ, ეს საკეტი, რომ ჭიდის მორგება და დაშვება ძალიან სწრაფ მოქმედებაში შეგვიძლია გავაკეთოთ და ძალიან, ასე ვთქვათ, ადვილი მოსახმარი არის ეს. რაც შეეხება მჭიდებს, თვითონ გლოკის მჭიდები, ნუ ცნობილია თავისი საიმედოობით, ბევრად უფრო მარტივი დასატენია სხვათა შორის, ვიდრე იგივე ზომის პიმაგები. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს 19-იანი მჭიდი რკინის ჩანართებით და ეს მჭიდებიც ითვლება, რომ არის გლოკთან ერთად უკვდავი და ასე ვთქვათ ძალიან გამძლე. რაც შეეხება ხა აი სტრაფსროლას და ხელში ბალანსს. ერთი რასაც დავაკვირდი, რადგან ჩვენ გვაქვს შედარებით ასე ვთქვათ დიდი პისტოლეტის სახელური და მასში იდება 19-იანი, ასე ვთქვათ 19 ვაზნიანი მჭიდი და თუ ეს მჭიდი ჩვენ შევსებული გვაქვს, მისი მოთავსების და დატენვის შემდეგ, გვგრძნობთ, რომ წინა მხარეს რჩება, ასე ვთქვათ, სიცარიელე და უკანა მხარეს არის ოდნავ უფრო მეტი სიმძიმე, რაც ბუნებრივია, იმიტომ რომ ვაზნები ამ შემთხვევაში გვაქვს სტარში. ამ მხრივ სხვათა შორის მასზე მოზრდილი ან არამოზრდილი ფანრის დაყენება გვაძლევს იმ მომენტს, რომ აი ამის შემდეგ დამიზნების დროს გვგრძნობთ, რომ იარაღი არის უკეთესად ბალანსირებადი. იქნება ეს ცოტა დიდი ზომის ფანარი, თუ იქნება მაგალითად როგორც ეს All-Light Mini Valkyria, თვითონ იარაღის დაბალანსების საშუალებას გვაძლევს უფრო უკეთესად.
სხვა განსაკუთრებულობა რაც შეიძლება ითქვას, ეხლა სპორტულ პისტოლეტებთან შედარებით, რა თქმა უნდა, ვერ შევადარებთ, ეს იარაღი არც იქნებოდა როგორც სპორტული გამოყენების, ეს არის ფაქტიურად სამხედრო იარაღი და ამ კუთხით თავის, ასე ვთქვათ, დანიშნულებას, თავის მოთხოვნებს ასრულებს ნამდვილად თავიდან ბოლომდე. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო და სასურველი მოდელი არის 19X MOSI, რომელსაც დაგრძელებული აქვს ქრახნით და რომელსაც მზა სლაიდი აქვს, ასე ვთქვათ, საკეტი კოლიმატორის დასაყენებლად, თუმცა პირადად ჩემი აზრით პისტოლეტზე კოლიმატორი ამ ეტაპზე მით უმეტეს როგორც დამწყებისთვის ზედმეტობად მიმაჩნია, სამხედრო კუთხითაც პისტოლეტი იმდენად დამხმარე და უმნიშვნელო როლს ასრულებს, გარდა ალბათ იმ სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლებისა, ვისაც უშუალოდ ახლო მანძილზე direct action, ასე ვთქვათ, მისიები უწევს, რომ ამ შემთხვევაში სტანდარტული მებრძოლისთვის კოლიმატორიანი პისტოლეტი გადამწყვეტი არ არის. რა თქმა უნდა, ახლა ვიზუალით და ასე ვთქვათ, სამარიაჟოდ MOSI უფრო უკეთეს ვიძია, თუმცა როგორც სამხედრო დანიშნულების პისტოლეტი 19X-ი არის ძალიან კარგი და ერთ-ერთი საკითხი რაც არის ამ იარაღის ვიზუალი არის ძალიან ლამაზი და სწორედ ამით მოხდა ჩვენი და არა მარტო ჩემი და ასევე ჩემი მეგობრების მოხიბლა და შესაბამისად მათი შეძენა. ხო, რაც შეეხება შეძენის საკითხს. ფასი ამ იარაღების ადრე 2400 ლარი, ეხლა უკვე 2800-დან 3000 ლარამდეა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩემთვის მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე სასურველი გლოკია და ალბათ ყველაზე სასურველი გლოკი თუ იმ გათვლით ვივარაუდებთ, რომ ეს იქნება ჩემი თავდაცვის პისტოლეტი და დამხმარე პისტოლეტი ისეთ სიტუაციას, სადაც შეიძლება საბრძოლო მოქმედებებში შეგიძლიოს მოგიწიოს, ასე ვთქვათ, მონაწილეობის მიღება. ერთადერთ უხერხულობას, რასაც ქმნის, არის სწორედ ის, რომ მეხუთე თაობის მჭიდები არ მიდის, თუმცა გლოკის აქსესუარები მართლაც რომ ყრია და შესაბამისად მეოთხე თაობის მჭიდების შოვნა არის ძალიან მარტივი, თუ არა და დაგრძელებული მჭიდებიც, განა რამდენი მჭიდი გვჭირდება იდეაში პისტოლეტისთვის. რაც შეეხება ახლა შეჯიბრზე გამოყენების საკითხს, რადგანაც წელს ალბათ პირველად გაიმართება საქართველოში თუგანის შეჯიბრი, ანუ კარაბინი და პისტოლეტი. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ეს მოთხოვნას სპორტულ სროლაში დააყენებს იმას, რომ ყველა გამოვიდეს, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად სპორტზე მორგებული პისტოლეტისთვის. ამ ამბავში ალბათ Glock 19 თავიდან საკმარისზე მეტი იქნება, თუმცა შემდეგ მომავალში უკვე ადგილს დაუთმობს სპორტულ პისტოლეტებს და არც მოიაზრება ეს იარაღი, არც მოიაზრებოდა სპორტულად და დასაწყისისთვის, ასე ვთქვათ, თამამად შეგვიძლია ჩვენ შეჯიბრებებზე პრაქტიკული კარაბინის, როცა იქნება მაგალითად წელს სექტემბერში ვფიქრობთ, გამოვიყენოთ ჩვეულებრივად ჩვენს მეორე იარაღად სწორედ ეს მოდელი. ბოლო სიტყვა რო ვთქვა და ამით დავამთავრო, ასე ვთქვათ, ამ 19X-ის სქება, საერთოდ ესე გვჩვევია, რომ ის იარაღი რაც საკუთრებაში გვაქვს ხოლმე, ის განსაკუთრებით გვიყვარს და განსაკუთრებით ურჩევთ ყველას. თუმცა 19X-ის შემთხვევაში ალბათ ნამდვილად არის ეს რამდენიმე ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზი, რის გამოც თან ამას ამ იარაღს თავისი პატარა ისტორიაც აქვს, თუნდაც იმ ტენდერში მონაწილეობის და ოდნავ უფრო სხვა შეგრძნებები მოაქვს. გარდა ამისა, პოპულარულიც გახდა, იმიტომ რომ მართლა კარგი იარაღია და შესაბამისად, რავი, ნამდვილად რეკომენდირებულია ჩემი მხრიდან, ერთ-ერთი ალბათ საუკეთესო მოდელია Glock-ის, რაც შეიძლება შეიძინოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ პისტოლეტების განხილვებს, ასევე ალბათ უფრო მეტად და უფრო მასამდე რაც გამოცდილება დაგროვდება, უფრო უკეთეს ვიდეოებსაც ჩავწერთ ამ მიმართულებით, განსაკუთრებით სროლის კუთხით და ერთ-ერთი შემდეგი იქნება საკმაოდ იშვიათი PSM-ი, რომლის გამოცდის საშუალებაც მოგვეცა და Makarov-ი, რომელიც რავი, ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი პისტოლეტი შეიძლება ითქვას, რომ არის.